მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. გადაწყვიტე დღეს გამოკეთებინა ეს გაშლა, რადგანაც მნიშვნელოვანი დღე არის. დღეს არის გაზაფხულის ბუნიობა, ძალიან ენერგეტიკულად დატვირთული დღეა და ძალიან მშვენიერი დღე არის იმისთვის, რომ რაღაც ახალი განზრახვები გავაკეთოთ, სამომავლო გეგმები დავხაზოთ, ჩამოვწეროთ ჩვენი ოცნება, წარმოვიდგინოთ მისი ასრულება, ხო, აი ამ ყველაფრისთვის არის იდეალური დღე დღეს. ასევე სივრცის გასუფთავება, წმენდები, ეს ყველაფერიც დღეს არის ძალიან საადგილო, ასე რომ ვთქვათ, ასე რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგი იქნება დღეს რომ გავაკეთოთ და ამიტომ გადავწყვიტე, რომ რადგანაც დღეს ასეთი განსაკუთრებული დღეა, ჩემი გამომწერებისთვის მეჩვქებინა ეს გაშლა, რომელიც იქნება დატვირთული იმ სიახლის ემოციებით, ენერგიებით, რომელიც შემოვა თქვენს ცხოვრებაში და შემოიტანს ახალ შესაძლებლობებს, ახალ შანსებს, ხო? ასე რომ დღევანდელი გაშლა ეძღვნება ამ გაზაფხულის ბუნიობას და იმას თუ რა ახალ ენერგიებს შემოიტანს, რაზე გააკეთოთ აქცენტი, რა დაგეხმარებათ, რომ გამოიყენოთ მაქსიმალურ დადებითად ეს ახალი ენერგიები და შესაძლებლობები, რასაც უქრები და შანსები იქნება. ასე რომ ვისაც გაინტერესებთ, ეს გაშლა გეძღვნებათ თქვენ და დავიწყოთ. ესე იგი, გვექნება სამი პოზიცია. როგორც სულ, პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია, მესამე პოზიცია. პირველი პოზიცია ციტრინი. პოზიცია და მესამე პოზიცია. მოусმინეთ თქვენს ინტუიციას და აირჩიეთ ის მინერალი, რომლისკენაც მიგიზიდათ. ასე რომ, ხო, აირჩიეთ თქვენი პოზიცია. მე კი დავიწყებ, ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეუძლია დააპაუზოს. კაი, აქ დავდებ, დავიწყებ პირველი პოზიციით. ნახოთ. პირველი პოზიციისთვის ეს გაზაფხულის ბუნიობა. რა საჩუქარს ჩუქნის ჯერ დავიწყოთ. გაშლა არ დამიწერე, სპონტანურად მომივიდა აზრად და ამიტომ რა შეკითხვაც მომივა, რაღაცა ვიცდები რომ ავაწყო ეს გაშლა. ესე იგი, კარგი, ჯერ დავიწყოთ იმით, რომ რა ენერგიებს შემოუტანს ეს გაზაფხულის ბუნიობა პირველ პოზიციას. რა საჩუქარს აჩუქებს? ენერგიები რა საჩუქარს აჩუქებს? კაი, ჯერ იყოს ასე. მაშინ ეს ორი იყოს ჯერ, ასე დავთოთ. და მე თუ მომივა რაღაც აზრი, კიდე ჩავიკითხოთ. კარგი. ენერგიები ჯამში ხო, რა ენერგიებს მოიტანს ეს გაზაფხულის ბუნიობა პირველ პოზიციის ცხოვრებაში? ვარსკვლავი. ესე იგი, აქ არის ოცნებების ახდენის ენერგია, აქ არის გეგმები, აქ არის აი ეს არის ის, რაც მე მინდა რისკენაც მივილტვი, ამიტომ მოდი მე ამისკენ დავიცრები, ხო? აი ეს ენერგიებია. აქ არის ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ ოცნებობდით, რაც ჩვენ ძალიან გვინდოდა, ხო? ახლა ვნახავთ ზუსტად რა არის ეს. აი ვინც აქამდე ვერ გაარკვია, ან არ იცოდა რა მიმართულებით მიდის, სად მიდის, რა სურს, აი ახლა ზუსტადაც არის იმის შესაძლებლობა, რომ დავინახოთ, ან გამოჩნდეს ის მთავარი ამოცანა, ან მიზანი, ან ჩვენი სურვილი, ხო, რაც არის, რა არის ეს ზოგადად და შემდეგ რომ ნახოთ გზა. ასევე გამოვალი სიტუაციებიდან გამოსვლა, გზის პოვნა, მიმართულების პოვნა. ეს არის ეს ენერგია, ძალიან მართლაც ძალიან საინტერესოა. ესე იგი, აქ გვაქვს ენერგია რომელი? აბა. რომ პირველმა პოზიციამ იპოვოს მიმართულება, ხო? აი ის მიმართულება, რისი ღირსიც არის, იპოვოს გზა თავისი ოცნებისკენ, გამონახოს გამოსავალი, აისრულოს ოცნება, შეცვალოს მისი ცხოვრება ზუსტად იმ მიმართულებით, აი რაზეც ოცნებობდა, ხო? აისრულოს ოცნებები, აისრულოს სურვილები, ასე რომ ვთქვათ, გამოვიდეს იმ ენერგიებიდან, რაშიც იყო აქამდე და ახლა სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყოს, ახალი შესაძლებლობებით,
ახალი საერთოდ ახალი საწყისებით, ხო? აი ძალიან არჩეულებრივი სიტუაცია და ესეთი გამორთა მგონი ასე უფრო უკეთესია. ძალიან ისეთი სასიამოვნო და მართლაც სასიხარულო სიტუაციებია აქ, მართლაც ძალიან ისეთია. კარგი. რა შესაძლებლობებს მოუტანს ეს ენერგია პირველ პოზიციას მის ცხოვრებაში? რა შესაძლებლობებს? ზუსტად ის, რომ გადაჭრათ ის მძიმე სიტუაციები, თუ ეხებოდა ეს ზოგადად სიტუაციებს, ხო, რაღაც მოვლენებს, თუ ეხებოდა ეს ურთიერთობას, ან უბრალოდ ეტაპს თქვენ ცხოვრებაში, რომ ეს ყველაფერი დაასრულოთ, რომ დაასრულდეს, ასე რომ ვთქვათ, ჩელენჯები და სირთულეები თქვენ ცხოვრებაში და გადახვიდეთ ისეთ ეტაპზე, სადაც, აი ხართ, გსიამოვნებთ, ოცნებობთ, ავსებულები ხართ და გააქვთ ის, რაზეც ოცნებობდით და რაც გინდოდათ. ერთი სიტყვით, უფრო უკეთეს ცხოვრების ხარისხზე რომ გადახვიდეთ, აი ამ შესაძლებლობას მოიტანს ეს ბუნიობის გაზაფხულის ენერგია პირველი პოზიციისთვის. კარგი, რა გაკეთოს პირველმა პოზიცია, რომ ეს ენერგია ისე დადებითად გამოიყენოს მისთვის, აი ეს ენერგია რომ დადებითად გამოიყენოს მისთვის. მიიღეთ ეს ენერგია, ნუ შეგეშინდებათ ამ ენერგიის, აივსეთ ამ ენერგიით, ხო? აქ უფრო მეტი კრეატიულობა, ნუ შეგეშინდებათ ოცნებების, ნუ შეგეშინდებათ თქვენი კრეატიულობის, შემოქმედებითობის, თქვენი ემოციების, თქვენი ინტუიციის, მიიყევით ამ დინებას, ხო? მიიყევით ამ ემოციების და ინტუიციის ნაკადს, ის გაჩვენებთ სწორ გზას. განთავისუფლდით ტვირთვისგან, სიმძიმისგან, იმიტომ რომ ეს აღარ გჭირდებათ. უფრო ლაღად იყავით და წადით თქვენი ოცნებების მიმართულებით. აქ რაც მთავარია პირველ პოზიციამ, რომ ასე რომ ვთქვათ, უკეთესია გააკეთოს, არის უბრალოდ გახსნათ თქვენი გოლი და მოусმინოთ თქვენ ინტუიციას, შემოუშვათ ეს არჩეულებრივი ოცნების ამასრულებელი ენერგიები თქვენ ცხოვრებაში და მიიცეთ გაზაფხულის ბუნიანობას შესაძლებლობა, რომ გადაგიყვანოთ ცხოვრების უკეთეს ხარისხზე. რა თქმა უნდა, ამისთვის თქვენს პატარა რაღაც ისეთ ნაბიჯები უნდა გადადგათ, რაზეც უკვე ვისაუბრე, ხო? აი, ეს დაეხმარება აქ პირველ პოზიციას და ძალიან არჩეულებრივი იქნება. კარგი. ნახოთ რა საჩუქარს გაჩუქებთ ეს გაზაფხულის ბუნიობა. კრეატიულობას, creativity ქვია ამ კარტს აქ, სამიანი პენტაკლი, კრეატიულობას. აქ შესაძლოა იყოს რაღაც ვიღაცისთვის ეს იყოს ისეთი საჩუქარი, ან ადამიანები, ვინც დაგეხმარებიან, ან მოვლენები, რაც დაგეხმარებათ. რაღაც ისეთი შესაძლებლობები, რაც მოგცემთ იმის შესაძლებლობას, უფრო მეტად სტაბილურად გაიდგათ ფესვები, უფრო მეტად მყარად იდგეთ. ასევე შეიძლება იყოს რაღაც ისეთი სასარგებლო კონტაქტები, ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენ ამ სიტუაციაში, მოგეხმარებათ, ან ინფორმაციით დაგეხმარებიან, ან ფინანსებით, ხო, ნუ რაღაცით. ასევე ისეთი მოვლენები, რაც უფრო მეტ პერსპექტივებს გაგიხსნით, უფრო მეტ შესაძლებლობებს მოგცემთ და ზოგადად კრეატიული იდეები, კრეატიული ინფორმაციები, რაც დაგეხმარებათ აი ამ თქვენ ვარსკვლავში, რომ გახდეთ ვარსკვლავი, ან როგორ თქვა, ან მიხვიდეთ ვარსკვლავამდე, ხო? თქვენი ოცნებების ასრულებამდე, ასე რომ ვთქვათ, ასე რომ ეს. კარგი. კიდევ მაჩვენეთ, აი რა საჩუქარია ეს. ვაუ! ამავსებელი საჩუქარია. სინამდვილეში ეს არის საჩუქარი, რაც აი შინაგანად რო ანათებს ადამიანი, ხო? ავსება. კეთილ დღეობა, რა თქმა უნდა, ფიზიკური, მაგრამ ასევე აქ მატერიალურზეც არის საუბარი, რაღაც მატერიალური ავსება. თვითონ შინაგანად ავსებული ხარ ენერგიით, რესურსებით და აი ყველაფერი, რასაც არ უნდა მოკიდო ხელი, ყველაფერი რო ყვავის.
ყველაფერი ყვაობს, იქნება ეს ურთიერთობა, მოვლენა, საქმე, ყველაფერი წარმატება, ენერგიის ავსება, გაზაფხულის ენერგია, აი საერთოდ სიცოცხლის ენერგია, ხალისის ენერგია, პოზიტივის, სიხალისე, ყველაფერი ეს არის აქ. აი მართლა ძალიან ისეთი სასიხარულო, სასიამოვნო, დამხმარე საჩუქარი არის აქ პირველი პოზიციისთვის, რაც მართლა მაგარია. კარგი. როგორ მიიღოს ეს საჩუქარი პირველმა პოზიციამ გადმომივარდა კარდი, რვიანი თასები. უბრალოდ აი ვსით აი როგორ თქვა, ამ კარტს ქვია rebirth, გარდაქმნა, ხო? უბრალოდ გაიარეთ ეს ტრანსფორმაცია, ეს ცვლილებები, შეეგებეთ ამ ცვლილებებს თქვენ ცხოვრებაში, ან რაც მოხდა, ან რა პროცესებიც ახლა მიმდინარეობს, ამისი ნუ შეგეშინდებათ, იმიტომ რომ ეს პროცესები დაგეხმარებათ ტრანსფორმაციაში და დაგეხმარებათ იმაში, რომ ზუსტად ეს საჩუქრები მიიღოთ და აივსოთ. ასე რომ ვთქვათ, არ აუცილებლად ნუ შეგეშინდებათ წარსულის გაშვება, ხო? ახლა შესაძლოა ზოგი ადამიანი, ვინც ისმენს, არის მოწყენილი, ან ელოდება რაღაც შანსებს და ნუ არ ხვჩანს არაფერი და რაღაცა. ეცადეთ, რომ აი ამ განწყობებით არ ვიყოთ, ხო, შევცვალოთ ჩვენი განწყობა და უფრო რაღაც პოზიტიურად განვეწყოთ, უფრო იმედიანად განვეწყოთ, გავუშვათ ჩვენი წარსული. ნუ მივაჩერდებით იმას, რაც უკვე მოხდა და რასაც უკვე ვეღარ შევცვლით. გავიხედოთ წინ ახალი შანსებისკენ და წინ გავიხედოთ იმედიანად, პოზიტიურად, ხო, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ. კარგი. რჩევა პირველ პოზიციას აქ. რჩევა პირველ პოზიციას აქ. Believe in seeing. რო გჯერა, ამას უყურებ, ხო? ანუ აქ არის ესეთი მომენტი, რომ რისიც გჯერათ, ის მოხდება, ხო? რისიც გჯერა, იმას ვხედავთ. რაც მჯერა, იმას ვხედავ, ხო? ამიტომ თუ დაიჯერებთ და თუ გექნებათ იმის რწმენა, რომ აუ, არ გამოვა და რაღაცა და რაღაცა, ბუნებრივია ასეც მოხდება და ასეც დაინახავთ. მაგრამ თუ თქვენ შეცვლით თქვენ ხედვას, თქვენ დაინახავთ სრულიად სხვა რაკურსით, თქვენ დაინახავთ სრულიად სხვა რაღაცებს, თქვენ დაინახავთ ჯადოსნურობას, თქვენ დაინახავთ საოცრებას, ხო? და დაინახავთ აი ამ ვარსკვლავს. ასე რომ მიეცით ამ ვარსკვლავს, ამ თქვენ მიზანია ეს თუ ოცნებაა, შესაძლებლობა, რომ დაგიძახოთ, რომ მიგანიშნოთ გზა. იქნება ეს თქვენი რწმენა, თუ იქნება ეს თქვენი ოცნება, თუ რაღაც, ხო, ახლა ბუნებრივია ყველასთვის სხვადასხვა რაღაც შესაძლოა იყოს აქ, ამიტომ ასე ზოგადად ვამბობ. მაგრამ არაჩვეულებრივი პროგნოზი არის აქ პირველი პოზიციისთვის, არაჩვეულებრივი ენერგიებია, ძალიან დადებითი სიტუაციები. მთავარია, რომ პირველი პოზიცია აქ გაეხსნას ამ სიტუაციას, მომსმენთ თქვენს ინტუიციას და აუცილებლად აქ ძალიან სასიხარულო ამბები მოხდება თქვენს ცხოვრებაში. ასე რომ აუცილებლად და კიდევ ვიკითხოთ აქ ნიშანი, რის მეშვეობითაც ეს ასეთი ამბები გააქტიურდება, ხო? როგორაც შეგიძლიათ თქვენ გააქტიუროთ ნიშანი, ხუთიანი კვერთხები. ეს ჯოხი, არა, ეს არის რაღაცის დახურვა. ეს არის რაღაცის სიტუაციების დახურვა. გეშტალტის აქ შესაძლოა იყოს რაღაც წმენდები. სხვათა შორის აქ წმენდები ძალიან კარგი იქნება. დასუფთავება სივრცის. თქვენი პირადით წმენდა, ხო, ენერგეტიკულ წმენდას გულისხმობ აქ. ასევე დასუფთავება იმ სივრცეში, სადაც მუშაობთ, ან სახლში, იმ სივრცის ზოგადად, ხო, ესეც დაგეხმარებათ. არასასურველი კონტაქტების საბოლოოდ დასრულება. ტოქსიკებთან ურთიერთობის შეზღუდვა ან დასრულება, ხო? ეს ყველაფერი არის ნიშანი, რის მეშვეობითაც შეგიძლიათ აი ამ ენერგიებში გადასვლა. აი ეს ყველაფერი დაგეხმარებათ. აქ რემონტი არის ჩემს სახლის წინ სამწუხაროდ და ამ ხმებს ვერსად ვერ გავეკეცი. ასე რომ ასეთი ინფორმაცია არის აქ პირველი პოზიციისთვის და ვუშვებ პირველი პოზიციის ცხოვრებაში დადებით ენერგიებს, რომელიც დაეხმარება პირველ პოზიციას და ბედნიერ ბუნიობას გისურვებთ ყველას. თუ ეს გაშლა მოგეწონათ, დასვით ლაიქი და თუ ჩემი არხი ჯერ კიდევ არ გამოგიწერეთ, გამოიწერეთ. სურვილებს ველოდები ინდივიდუალურ ტარო სესიაზე. მივესალმები მეორე პოზიციას. დღეს გვექნება ძალიან ისეთი ჯადოსნური გაშლა, რომელიც ეხება
გაზაფხულის ბუნიობას, ვინც მოусმინეთ ამ ვიდეოს შესავალს გექნებათ ინფორმაცია, ვისაც არ მოусმენია, მოусმინეთ იქ ვრცლად უფრო ესე კონკრეტულად ვხსნი თუ რა დღეა დღეს ენერგეტიკულად და საერთოდ ასევე რატო გადავწყვიტე ამ გაშლის გაკეთება. ხო, რემონტია ბექგრაუნდზე, ჩემს ეზოში, ასე რომ ამ ფაქტს ვერაფერს ვერ ვუშვები. არ შეიტყოთ. კარგი, აბა ვნახოთ რას მოიტანს ეს გაზაფხულის ბუნიობა მეორე პოზიციის ცხოვრებაში, რა ენერგიას მოიტანს და რა საჩუქრები იქნება, ხო? ნახოთ. მეორე პოზიციის ცხოვრებაში მეორე პოზიციის ცხოვრებაში ეს გაზაფხულის ბუნიობა რა ენერგიას შემოიტანს და რა საჩუქრებს გაზაფხულის ბუნიობა მეორე პოზიციას. რა ენერგიას შემოიტანს. დაცვა. მე ვიტყოდი ისეთ ენერგიას, რომელიც დაგეხმარებათ იგრძნოთ თავი დაცულად. მყარად. ვიღაცისთვის შესაძლოა იყოს რაღაც საცხოვრებელი სივრცე, ხო? ან ადგილი, ან ის რაც ძალიან დიდხანს გინდოდათ და სურვილი გქონდათ, რომ ეს მიგეღოთ, ან ადამიანი, რომელიც დაგიცავთ. მაგრამ აქ, დაცვა ქვია ამ კარტს, ხო? უფრო მეტად ესე დაცულად, მყარად იგრძნობთ თავს. მაგრამ ჩავეკითხოთ ახლა ჩვენ, რა ენერგიებია ეს, ხო? მეორე პოზიციისთვის. რა ენერგიებია ეს? სულ მიწის სტიქიებია. ენერგიები, რომელიც უფრო მყარადიანი პენტაკლით და ენერგიები, რომელიც უფრო მყარად გაგრძნობინებთ თავს. აი, მყარად დადგებით მიწაზე. აქ ასევე ისეთი ენერგიებია, რომელიც დაგეხმარებათ მანიფესტაციაში, დაგეხმარებათ მოიზიდოთ ის მატერიალური კეთილდღეობები, რაც ოცნებობდით, ან ისის სურვილიც გქონდათ, მაგრამ ზოგადად ენერგია არის ძალიან ისეთი მიწიერი, სტაბილური და დამდგარი. აი, ასეთ ენერგიებს შემოიტანს ეს ბუნიობა თქვენს ცხოვრებაში. რა შესაძლებლობებს შემოიტანს ეს გაზაფხულის ბუნიობა მეორე პოზიციის ცხოვრებაში? რა სასიხარულო შესაძლებლობებს? რო გამოხვიდეთ შემაფერხებელ სიტუაციებიდან, უფრო მეტ პერსპექტივებს. აქ დიდი ალბათობაა ეს ეხებოდეს ფინანსებს, ხო? ფინანსებს და ზოგადად მატერიას. აქ მატერიაზე ძალიან დიდი აქცენტია, შეიძლება ეს იყოს თანხები, ან ბიზნესი, ან კარიერა, ხო? ან რაღაც სახლი, მაგრამ ნებისმიერ ისეთი უფრო მეტად მატერიალურ რაღაცებზე არის აქ აქცენტი, ანუ უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ ან უფრო მეტი რაღაც შევიძინოთ, ან რაც გვაქვს ის განვავითაროთ. აი, უფრო ასეთი შესაძლებლობებს შემოიტანს აქ მეორე პოზიციისთვის ეს გაზაფხულის ბუნიობა. აქ შემიძლია ვთქვა, რომ უფრო მატერიალური. კი, 6-იანი პენტაკლი, კი, ეს ეხება თანხებს, კი. აქ უფრო უკეთესი ვარსკვლავი, კი, უფრო ესეთი მასშტაბური გეგმები, რაც ეხება თქვენს მატერიალს, ხო? ეს შეიძლება იყოს მაგალითად ან გაზრდა შემოსავლის, ან ოცნების ასრულება, რასაც დიდხანს ნატრობდით, ან უკვე ამ ოცნებისკენ დაწყება, ამ ნაბიჯების გადადგმა, რაც რეალურია თან, იმიტომ რომ პენტაკლებთან ერთად არის ეს ყველაფერი. ძალიან მართლაც ისეთი კარგია. კარგი ისტორიები აქ ნახდათ. კარგი, მაშინ რას ურჩევთ აქ, რა გააკეთოს მეორე პოზიციამ, რომ ეს შესაძლებლობები არ გამაზოს, ასე რომ ვთქვათ. 7 და 7, ანუ აქ 3-7-იანი გვაქვს. 7, 7, ხო? რა გააკეთოს აქ მესამე მეთქი მეორე პოზიციამ, რა გააკეთოთ და არ შეგეშინდეთ ტრანსფორმაციის, ხო? აქ ბევრი რაღაცა იცვლება მეორე პოზიციის ცხოვრებაში, ან ახლა იცვლება, ან დაიწყება, ხო, ეს ცვლილებები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მეორე პოზიციის შიშები და შფოთვები, რომ ეგონოს მეორე პოზიციას, რომ რაღაც ისე არ მიდის, როგორც მას უნდა, ან ყველაფერი იცვლება და არც ისე დადებითი გზით, ხო? მაგრამ ეს ასე არ არის. ნუ შეგეშინდებათ, ეს ყველაფერი არის სასიკეთოდ თქვენთვის
მის და დადებითად წარიმართება ყველაფერი. თქვენ თავარია მოირჩინეთ ის ყველა შიში, რაც გაქვთ, ხო? ტრანსფორმირდით, ასე რომ ვთქვა. და მაშინ დაგეხმაროთ შესაძლოა მედიტაციები, რელაქსიური პრაქტიკები, იოგა, ხო? ყველაფერი ეს დაგეხმარებათ, რომ ეს ტრანსფორმაციის პერიოდი მინიმალური დანაკარგებით გამოიაროთ და პირიქით დადებითად აქციოთ თქვენთვის. ეს შესაძლებლობები, რაზეც აქ ვისაუბრე, რომ მოვიდეს თქვენამდე და ასე რომ ვთქვათ, აქტივიზირდეს, მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გადააბიჯოთ სიახლეში, მაგრამ არ შეგეშინდეთ ამ სიახლის, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი, გადავიდეთ საჩუქრებზე. რა საჩუქარს აჩუქებს ეს გაზაფხულის ბუნიობა მეორე პოზიციას? სიხარულს. იმისი, რომ აქ მე ვიტყოდი ხო, აუცილებლად ახლა უნდა ახმაურებდნენ, ახლა აუცილებლად, რაზეც ბოდიში. ხო, ესე იგი, აშკარად ძალიან სასიხარულო ამბავია, იმიტომ რომ ხო ხედავთ გარეთ რა ამბავი დაიწყო, როდესაც სასიხარულოზე გადავედით. აქ აშკარად იქნება ისეთი სასიხარულო ამბავი, სასიხარულო ენერგია, რაც მოიტანს ავსებას. მოგინდებათ ასე ცეკვა, ხტუნვა, ხო? ექსტაზურ მდგომარეობასაც კი მოიტანს. ძალიან ისეთ სასიხარულოს. ფანჯარი დახურული მაქვს, მაგრამ მაინც შემოდის ეს შელიხმა. კარგი, კიდევ ნახოთ ჩვენ კიდევ. რა საჩუქარი იქნება ეს? რა საჩუქარი? ვაუ, განვითარება. აქ ასევე რა საჩუქარი იქნება ეს? აქ არის სულიერი განვითარებაც, ისეთი რომ სულიერად რაღაც ბოდიში, დამხმებში ძალიან რთულია კონცენტრირება. ანუ აქ ისეთი საჩუქარია, რომ რაღაც სულიერი განვითარება, რაღაც ინფორმაციის გარკვევა, რაღაც შვებას რომ მოიტანს, რაღაც ასეთ სიტუაციები, ასეთ საჩუქარია, ხო? ეს შეიძლება ეხებოდეს რაღაც მოვლენას, ან ურთიერთობას, ნებისმიერ რამეს შეიძლება ეხებოდეს პრინციპში, მაგრამ ჯამში ეს ისეთი საჩუქარია, რაც მოიტანს სულიერ ზრდას, სულიერ განვითარებას, სულიერ ზრდას, ცოდნას, ახალ ჰორიზონტებს, ხო? უფრო მეტად ეს, მაგრამ საჩუქარი ცოტა შესაძლებლობებში მატერია და საჩუქარში არ არის მატერია. ძალიან საინტერესო. რაში მდგომარეობს აქ საჩუქარი უფრო დეტალურად? შინაგან განვითარებაში, შინაგან შვებაში, შინაგან ბალანსში. ამაში აქ საჩუქარი. კარგი, მაშინ ნიშანი, რაც გააქტიურებს ამ საჩუქარს მეორე პოზიციისთვის. ნიშანი. Page of Fires Ren. ხო, ხედავთ ჩიტს, შესაძლოა ეს პირდაპირ მნიშვნელობით იყოს ეს ჩიტი. და ღვება, ხო? აქ ღვება, თოვლი, როგორც ხედავთ, შესაძლოა ეს პირდაპირ მნიშვნელობით იყოს რაღაც ჩიტი, ინფორმაცია, რასაც მიიღებთ, ხო? ან ზოგადად ინფორმაციის სახით. აქ ნიშანია ჩიტი კონკრეტულად თუ ინფორმაცია. ჩიტი ინფორმაცია რა თქმა უნდა, მაგრამ ჩიტზე ქურმიქალი დაჭდა მეგობრებო. ჩიტი კავშირი ზებუნებრივ ძალებთან, ინტუიციის მეშვეობით მიღებული რაღაც ინფორმაცია, ცოდნა, ხო? აქ მოусმინოს მის ინტუიციას, მეორე პოზიცია. აუცილებლად და დედოფლის არკანი. აქ აუცილებლად მოусმინეთ ბუნებას. მიაქციეთ ყურადღებას ბუნებაში არსებულ სიმბოლოებს და რა თქმა უნდა მიაქციეთ ყურადღება თქვენს ინტუიციას, იმიტომ რომ ეს იქნება ესეთი დამხმარე ძალა თქვენთვის, ხო? დაგეხმარებათ. კარგი. ვიკითხოთ რჩევა. ჩვენ მეორე პოზიციისთვის ზოგადად ხო რჩევა. Let your inner fire warm you. Not burn. ანუ მიეცით თქვენ შინაგან ცეცხლს შესაძლებლობა რომ გაგათბოთ, მაგრამ არა დაგწვათ. ესე იგი ეს არის ის, რომ მიიღეთ თქვენი შინაგანი ძალები, მოусმინეთ თქვენს იმპულსებს, თქვენს ინტუიციას, მაგრამ ნუ გააკეთებთ ისე, რომ საერთოდ დაკარგოთ კონტროლი ამ ყველაფერზე და ემოციებმა გაკონტროლონ და იმპულსებმა გაკონტროლონ. ხო, აქ საუბარია ბალანსზე, აქ საუბარი არის ამ ყველაფერზე. ასე რომ, რა თქმა უნდა, ვუსმენთ ჩვენს ინტუიციას, ვუსმენთ ჩვენს გულს, მაგრამ არ ვთიშავთ გონებას, ხო? რაღაც ასეთი არის აქ.
წარმატებებს ვუსურვებ მეორე პოზიციას და იყოს ასე და ეს რა დადებითი ენერგიები შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში ამ გაშლის შემდეგ მე ვუშვებ თქვენსკენ ამ დადებით ენერგიებს ასე რომ იყოს ასე თუ მოგეწონათ ეს გაშლა დალაიქეთ, დატოვეთ კომენტარი და თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ. მივესალმები, მოდეშეთ მესამე პოზიციას და ვნახოთ რა საჩუქრები, რა სიახლეები იქნება ამ გაზაფხულის ბუნიანობის შემდეგ და ნუ შემდეგაც არა, ერთი სიტყვით არასწორად დავიწყე. რა საჩუქრებს და სიახლეებს მოიტანს ეს გაზაფხულის ბუნიანობა თქვენს ცხოვრებაში. ხო, ეს უფრო სწორია. კარგი, დავიწყოთ. გაზაფხულის ბუნიანობაზე საუბრობ ამ ვიდეოს დასაწყისში. ესე რომ თუ არ მოგისმენიათ, გირჩევთ რომ მოусმინოთ. კარგი, დავიწყოთ. ესე იგი, რა ენერგიებს მოიტანს ეს გაზაფხულის ბუნიობა მესამე პოზიციის ცხოვრებაში და რა საჩუქარს აჩუქებს ეს გაზაფხულის ბუნიობა მესამე პოზიციას რა ენერგიებს შემოიტანს. ტყის შეყვარებულები ქვია ამ კარტს აქ. სიყვარული, შეყვარება, ეს შესაძლოა იყოს სიყვარული საკუთარი თავის მიმართ, ან ზოგადად სიყვარული სამყაროს მიმართ, ბუნების მიმართ, ან ორივე ერთად, ხო? უფრო მეტი ყურადღება, უფრო მეტ ენერგიას შემოიტანს აი იმ სიყვარულის ირგვლივ, ხო? რაც უკავშირდება სიყვარულს, აი ამ ენერგიას შემოიტანს ამ გაზაფხულის ბუნიობა თქვენს ცხოვრებაში. აბა კიდევ უფრო გვაჩვენეთ. ვაუ, ძლიერ ემოციებს შემოიტანს ეს გაზაფხულის ბუნიობა მესამე პოზიციის ცხოვრებაში. ძალიან აქ ასეთი ვაიმე სამყარო და ასეთი სიყვარული, აქ სიყვარულიც კი არის, კი აი, თვალწამრთვევის სიყვარული. ეს ზოგადად ვინმეს მიმართ თუ საკუთარი თავის მიმართ. ვინმეს მიმართ, დასების დედოფალი. აქ ვინმე. აქ არის სიყვარულის ენერგია, აქ არის სიყვარული, აქ არის ვნება, აქ არის ემოციების ფეირვერკი. აი ამ ენერგიებს, გაზაფხულის ენერგიებს შემოიტანს ეს ბუნიობა თქვენს ცხოვრებაში. რა შესაძლებლობებს მოუტანს ეს ბუნიობა მესამე პოზიციას ასე ვიტყოთ. შესაძლებლობებს დაგეგმოთ, აირჩიოთ რაღაცეები, დაგეგმოთ, როგორც თქვენ გინდათ, ხო? აქ არის არჩევანი. აქ ბევრ შესაძლებლობებს, ბევრ პერსპექტივებს, ბევრ შემოთავაზებებს და არჩევნებს მოგიტანთ ეს მესამე პოზიცია. მესამე პოზიცია მეთქი, ეს ბუნიობა მესამე პოზიციას, ხო? და აქ უკვე თვითონ მესამე პოზიციას გაჩნია, რა საირჩევს და რა მიმართულებით წავა, მაგრამ აი ძალიან ბევრ რაღაცას მოიტანს აქ. ახალ კონტაქტებს, ახალ შესაძლებლობებს, ახალ პერსპექტივებს, თქვენი ოცნებებისკენ წასვლა, ან ის, რაზეც ნატროლობდით და რასაც გეგმავდით, იმის ქმედებაში მოყვანა, ხო? აი ყველაფერი ეს და ძალიან დინამიური ენერგიები აქვს, სწრაფ განვითარებას, ხო? ბევრ ქმედებას. კარგი. რა გააკეთოს აქ მესამე პოზიციამ, რომ ეს შესაძლებლობები შესაბამისად გამოიყენოს. გაეხსენით ამ ახალ შესაძლებლობებს, ენდეთ სამყაროს, ენდეთ საკუთარ თავს და უბრალოდ მიიღეთ ეს არაჩვეულებრივი საჩუქრები და შესაძლებლობები. აქ ძალიან მნიშვნელოვანია პოზიტიური განწყობა და რწმენა კონკრეტულად სამყაროს მიმართ, რომ აი მე გახსნილი ვარ და მე ვიღებ მადლიერებით ყველა იმ საჩუქრს, რასაც მჩუქნის ეს სამყარო, რასაც მჩუქნის ეს ბუნიობა იქნება თუ ზაფხული იქნება თუ რა სეზონიც არ უნდა იყოს, ხო, მაგრამ კონკრეტულად ამ ეტაპზე ამაზეა საუბარი, ასე რომ აი რასაც მჩუქნის ეს პერიოდი ახლა მე ამისთვის ვარ მზად და ვარ გახსნილი და ვარ მადლიერი და რასაც გრძნობთ აი ამ ინტუიციას და ინტუიციურად რომ მიდიხართ ხო ინტუიციას რომ მიყვებით და თვითონ ეს ნაკადში რომ ხართ ამ ენერგიების აი გაყევით ამ შეგრძნებას, იმიტომ რომ ეს მიგიყვანთ არაჩვეულებრივ შედეგამდე. ძალიან მართლაც დადებითი შედეგია. კარგი, საჩუქარი. რას გაჩუქებთ? თასების რაინდს. აქ თასების რაინდი ასეთ ემოციებს, კი, და ეს კარტი, აქ არის ყო მეორე. აგერ არის, აი.
ასეთ ემოციებს კი, ემოციებს ისეთ რო დაგატრიალებს ისეთ ემოციებს თვალ წამრთველს თუ პიროვნებას. თასების რაინდ პიროვნებაც არის აქ, ვიღაცასთან პიროვნებაც არის და ძალიან ესეთ აი თავი რო დაგიტრიალდება ისეთ ემოციებს, სასიხარულო ემოციებს. ძალიან მაგარია. ხა ვკითხავ უფრო დეტალურად, ხო? რა საჩუქარი არის ეს კიდე? რა საჩუქარი არის ეს? ნუ აქ არის ის, რომ ემოციები პიროვნების მიმართ, ნება, დინამიკა, ქმედება, აქ ამ კონკრეტულ კი რაი ხმლების რაი კი აქ კონკრეტულ პიროვნებაზეა საუბარი მეგობრებო აქ კონკრეტული პიროვნების მიმართ ემოციებზე აქ ანუ აქ მესამე პოზიციას სიყვარული აქვს ან ახალი სიყვარულია ეს ან ამდგარი სიყვარული ანუ ხელახლა რო აღსდგა ან ეს ან საერთოდ ახალი სიყვარული ხო რაღაც ასეთი აქვს და აქ მესამე პოზიციასთან აი ამის ირგვლივ ტრიალებს ეს თემა ეს ამ საკითხის ირგვლივ ტრიალებს ეს ყველაფერი კარგი, როგორ გააქტიუროს ეს საჩუქარი, მესამე პოზიცია ნიშანი ამისი, რაც დაეხმარება, ამ ნიშნის გამოყენებით გააქტიუროს ტრადიციები და ცხრიანი პენტაკლი. აქ საკუთარი თავის კი და ისევ ცხრიანი. აქ საკუთარი თავის სიყვარულის მეშვეობით, საკუთარი თავის ავსებით მეშვეობით. ესე იგი, საკუთარ თავზე ზრუნვით, მაგრამ აქ არ გულისხმობ მანდა მაინც პროცედურებს, აქ გულისხმობ უფრო სიღრმისეულ ზრუნვას საკუთარ თავზე, საკუთარ ემოციებზე ზრუნვის მეშვეობით, საკუთარ ინტუიციაზე მოსმენის მეშვეობით, საკუთარ თავში რესურსის ჩადების მეშვეობით, თქვენ მოიზიდავთ ამ საჩუქარს და გააქტიურებთ ამ საჩუქარს ამ ქმედებების მეშვეობით. აი, ამაზე არის აქ საუბარი. კარგი. მაშინ რჩევა მესამე პოზიციას. რჩევა მესამე პოზიციას. Raise your vibration is a mantra that calls me to light up. აამაღლეთ თქვენი ვიბრაციებიო. აამაღლე შენი ვიბრაციებიო, ესო იყოს შენი მანტრაო, ერთი სიტყვით ვიყოთ მაღალ ვიბრაციებზე. არ გვინდა დაბალი ვიბრაციები, გვინდა მაღალი ვიბრაციები. მაღალი ვიბრაციები გულისხმობს ნათელ ისეთ ემოციებს, რაც არის ნათელი, რაც უკავშირდება სიყვარულს, სიხარულს, ხო? აი, ყველაფერი ეს არის მაღალ ვიბრაციებზე. ასე რომ, გადავდივართ მაღალ ვიბრაციებზე, გამოვდივართ დაბალ ვიბრაციებისგან. გჯერა, გვწამს, სავსე ვართ სიყვარულით, ვუშვებთ სამყაროში სიყვარულს და ვიზიდავთ სიყვარულს, ხო? ასე რომ და იყოს ასე, შემოვიდეს ეს ყველა დადებითი ენერგია, მოვლენა მესამე პოზიციის ცხოვრებაში, იყოს ეს ასე, მე თქვენსკენ ვუშვებ დადებით ენერგიებს და ბედნიერებას გისურვებთ ყველას. თუ მოგეწონა ეს გაშლა, აუცილებლად დასვი ლაიქი და გამოიწერეთ ჩემი არხით, თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერეთ. სურვილებს ველოდები ინდივიდუალურ და არ გაშლა.